ეს იყო ნანუკა ქაჯაია. დღეს პატარები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან და სწორედ ამიტომ სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებულ 23 ბავშვს პრემიერმა ოჯახთან ერთად უმასპინძლა. საზეიმო და სახალისო ღონისძიებებს ქრონიკის გადამღები ჯგუფიც დაესწრო. ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები, სახეზე ხატვა, სახალისო ფოკუსები, გართობა მულტფილმების გმირებთან ერთად და ბზიკების კონცერტი. ასე პატარებს დღეს სოლიდარობის ფონდის წევრები დახვდნენ. თანამდებობ ფონდში იგრძენით ადამიანური სითბო, ადამიანური ზუსტება და ამით კიდევ ჩემ შვილიშვილს მისცეს ჯანმრთელობა. მასპინძელი ფონდთან ერთად პრემიერიც იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ოჯახთან ერთად მიულოცა. ჩვენ სახელმწიფო ყველა თვითონ მოქალაქე ვართ ვალდებულნი, რომ ჩვენ შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი. ეს არის ძალიან ლამაზი დღე. მე ხვდები სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებული ბავშვებს, მათ მშობლებს და ვხედავთ, რომ გრძელდება სიცოცხლე და ჩვენ შევძელით მათი დახმარება და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. ბავშვებს ირაკლი ღარიბაშვილისგან საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. პატარებმა პრემიერთან, მის მეუღლესთან და შვილებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა ბავშვებს საზეიმო სადილით უმასპინძლა. სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. ფონდის ფუნქციონირების მიზანი მძიმესენით დაავადებული ბავშვების დახმარებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის შექმნის შესახებ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით მძიმესენით დაავადებული ბავშვების დიაგნოსტიკის და მკურნალობის დაფინანსება უნდა მოხდარიყო. 1 წლის შემდეგ არა მხოლოდ დაარსდა ეს ფონდი, არამედ დღეს უკვე ჩვენ ვხვდებით იმ ბავშვებთან და ოჯახებთან ერთად, რომელთაც სოლიდარობის ფონდის დახმარება უკვე მიიღეს. დღეისათვის ფონდის მიერ 112 ბავშვის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდა. სოლიდარობის ფონდის გარშემო უკვე გაერთიანდა კერძო სექტორი და საჯარო სამსახურის 40,000-ზე მეტი თანამშრომელი.